მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 28 მარტია, პარასკევი, ეთერში ერთსულოვნების დილა, გეგნემ სიწვერძესთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დილა მშვიდობისა, ყველას მშვიდობიან, ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. ტრადიციულად შევეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, თუმცა ვიდრე გაგაცნობთ გადაცემის ანონსს, პირველ რიგში ნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის ხსენიებს დღეს 28 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 28 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე აღაპის და მასთან 7 მოწამეს, წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრეს, სიდიელ ხუთს, წმინდა მოწამე ნიკანდრეს, წმინდა მოციქულ არისტობულეს, ბრიტანელ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. საკვირაო სახარების განმარტების შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. ჩვენი გადაცემის პირველი სტომარია წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. წერილთა სახლში მეცნიერისა და რუსთველოლოგის ვიქტორ ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ვიქტორ ნოზაძის საზოგადოების მიერ გამოცემული 5 ტომეულის წარდგინებაც და გადაცემის მსვლელობისას, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ სიუჟეტს. გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება ნევროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ინეზა ბობოხიძე. სტომართან ერთად ვისაუბრებთ ჰიპერტენზიის შესახებ, უფრო კონკრეტულად კი წნევის ცვალებადობა, რომელიც არ არის გამოწვეული ყოველთვის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დისფუნქციით. საინტერესო რჩევებს მივიღეთ ჩვენი სტუმრისგან. საინტერესო გადაცემა გელოდებათ, ახლა კი ვნახოთ ამ დის პროგნოზი და შევტყოთ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში. დავბრუნდით ეთერში შემოგვიერთდა წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. მშვიდობისა მამა ლევან, ქრისტეში ხართ. ტრადიციულად პარასკევ დღეს ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ საკვირაო სახარების განმარტების შესახებ და რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რა საიკითხავს კვირას წირვაზე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. პირველ რიგში შევახსენოთ, რომ ყოველთვის ნებისმიერ ლიტურგიისთვის სახარება არაშემთხვევითი ამონარიდი არამედ იმ მსახურების გაუმხატველი, რამდენადაც დიდი მარხვა
კონკრეტული შემაგონებელი სწავლებითობით არის განსაზღვრული ეტაპობრივად საფეხურ მოვდივართ. მეტადრე ამისთვის განსაზღვრულია, შერჩეულია. ალბათ ჯერ წავიკითხოთ და შემდეგ განვმარტოთ რატომ არის მაინც ეს ამონარიდი, რომელიც საინტერესო სპეციფიკით არის შერჩეული. არგოზის სახარებიდან მე-9 თავია, მე-17-31 მუხლები. მას ჟამსა შინა მივინმე უგო მას ერთმან მის ერისაგანმა და რქვა მოძღვარ მოიყვანე ძე ჩემი შენ და რომლისათანა სული უტყვებისა სადაცა დააპყრას იგი დააკვეთის და პეროინ და იღრაჭი კბილთა და განხმები და უთხარ მოწაფეთა შენთა რაითამცა განკურნეს და ვერ შეუძლეს მიუგო იესო და რქვა ჰოი ნათესავი ურწმუნო ვიდრემდის ვიყო თქვენთანა ვიდრემდე თავს ვიდევდის თქვენსა მომგვარეთ მე იგი აკა და მოჰგვარეს იგი მას და იხილა რა იგი მეხსეულად სულმან არაწმიდანმა დააკვეთა იგი და დარაეცა ქვეყანასა გორვიდა და პეროდა და ჰკითხა იესო მამასა მისა რაოდენ ჟამი არს ვინაიდან შეემთხვა ესე ხოლო მარ ქვა სიყრმითგან და მრავალგზის ცეცხლსაში დააგდოიგე წყალსა რაითამცა წარწმიდა იგი არამედ რაიცა ძალგი შემეწიე ჩვენ უფალ და წყალობა ხავ ჩვენთვის ხოლო იესო რქვა მას უკეთო ძალგიც რწმუნებად ყოველივე შესაძლებლო არის მორწმუნისა და მეხსეულად ხმაყო მამამან მის ყრმისამან და რქვა ცრემლით მრწამს შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა დავით არცა იხილა იესო რამე თუ შეკრებოდა ერი მისსა და შერისხა სულსა მას უტყვსა და ყრუსა სულსა მე გიბრძანებ შენ განვედ მაგისა და ნურღარა შეხვალ მაგისა დაიღო და ღაღატყო და ფრიად გორვიდა განვიდა მისგან და იქნა ვითარცა მკვდარი ვითარმედ მრავალი იტყოდესცა ვითარმედ მოკვდა ხოლო იესო უპყრახელი და აღადგინა იგი და აღდგა დავითარცა შევიდა იესოს სახით მოწაფეთა მისთათვისაგან ჰკითხეს მას რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლებთ განძებად მას ხოლო თავად მარ ქვა მათ ესე ნათესავი ვერ შეძლებულ არის განსვლად გარნალოცვთა და მარხვითა და მიერ განვიდეს და წარმოვიდეს გალილეასა და არა უნდა რაითამცა აგზნა ვინ და რამე თუ ასწავებდა მოწაფეთათვისა და ეტყოდა მათ რამე თუ ძეკაცისა მიეცემის ხელთა კაცასა და მოჰკლან იგი მორაი აკვდეს მესამე დღესა აღდგეს თვითონ სახარებას განმარტების მიხედვით რამდენიმე მიმართულება აქვს და ერთი რომელიც თქვა თვითონ მაცხოვრის მოქმედებას ახსნის ხოლო მეორე ნაწილი ეს არის ჩვენ დამომართებაში რაში გამოუხატველია, რის გაუხატველია, რის გადმომწემია, ჩვენთვის რა იგულისხმება. იმიტომ რომ აქ არ არის თხრობა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში, რომ ქრისტემძლეველია, რა მოიმოქმედა, როგორი თანადგომა გამოხატა, არამედ ყოველი მოქმედება, ყოველი თხრობა, ყოველ ოთხივე მოციქულს შერჩეული აქვს ჩვენ და პარალელურად. ჩვენ ბევრჯერ აღნიშნავს არის ასეთი რამ, რომ ყოველმა ადამიანმა თუ თავისი სამყარო, თუ თავის გარშემო სამყაროში უნდა ნახოს ის ნაწილი სულიერად თვითონ თუ მის გარშემო სამყარო რა მდგომარეობაში იყოფება და შეიძლება ეს პარალელურად გაავლოს თუ ეშმაკეულში, თუ მეძავში, თუ ვაჭარში, თუ ფარისეველში, მეზვერეში, მოციქულში, კანანელში თუ ასე შემდეგ. და ყოველთვის ამ კუთხით უნდა შევხედოთ და ამით არის აგულისხმო. ახლა საინტერესო რამ არის რომ მომდევნო კვირას არის ხსენება იოანეს სინელის სათნოებათა კიბისა. ჩვენ გავიარეთ მთელი რიგი რამ და დროში რომ ჩავედიოთ, ამიტომ აღარ შევყომდებით, მაგრამ კითხვა ჩდება. თუ კი ღირსი მამა რომელიც სათნოებებს აღწერს, რატომ არ არის სახარება? რა თქმა უნდა, ისიც იკითხება, მაგრამ აქცენტი რატომ არ არის გაკეთებული ლუკას სახარებაზე, რომელშიც თქვა ნეტარებებზეა საუბარი, 9 ნეტარების გარკვეული სხვა ვერსია, არამედ ეს საკითხია შერჩეული და რა კავშირშია ეშმაკეული. აქ არის საკითხი ესე, ჩვენთან პარალელურად იმასაც განვმარტოთ და თან ჩვენ და რატომ არის გადმოტანილი. ვინ არის ეშმაკეული? ეშმაკეული ეს არის ნებადაკარგული ადამიანი და აქვე განსაზღვროთ რომ დღევანდელ ცხოვრებაში ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ფსიქიურად დაავადებული ადამიანი და შეპყრობილი ადამიანი ორივეისთვის დამახასიათო არის ნებადაკარგულობა და ერთი რამდენადაც უხუმერთობისგან გამოწვეული მიზეზია და შეიპყრობს და დაართმევს მის ნებას, ხოლო მეორე ამ შემთხვევაში გარკვეული ცხოვრებისეული მომენტები, რის გამოც მან
გონებრივი ფიზიოლოგიური ზიანი მიიღო და მას არ შეუძლია საკუთარი ქცევა აკონტროლოს და მისი მოქმედება არ არის ადეკვატური. თუმცა სიმპტომურად ძალიან გავს და არც ერთმა ჩვენგანმა თუ პირველ რიგში პაციენტმა თავისუფლება არ უნდა მისცეს რომ კონკრეტული დიაგნოზი თვითონ დასვას მით უმეტეს ჭირისუფლებმა და ამ დროს თვით გამოცდილი მგდელსახური და გამოცდილი ფსიქოთერაპევტიც ძალიან ფაქიზად უნდა შემიუდგეს ხანგრძლივი დაკვირვებით თუ რომელია. რა თქმა უნდა შესაძლებელია შეპყრობითობამ გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადება, აი თუნდაც აქ ჩანს რომ როდესაც გადის რომ არა მაცხოვრის მოქმედება შეიძლება მომკვდარიყო ეს ბავშვი. აქ სრული დაცემა ხდება და მაცხოვრის მიერ ხდება მის წამოყენება და გონებაზე მოყვანა. შესაძლებელია ეს პროცესი ერთმანეთში გარდამავალი იყოს, მაგრამ ამით ჩვენ დიაგნოზი დავსვათ და არასწორი კურნალობით უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ ან ერთ ან მეორე ნაწილს. ამაზე კეთრი თავშეკავება გვმართებს. ხა დავუბრუნდეთ ჩვენ თემას რომ რა კავშირშია. სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ სათნოება და კიბეზე გვხვდება ასეთი რამ, მარხვის პროცესი და სახარების აი ეს ამონარიდით სწორედ ამ სიტყვაზე აქცენტირებით მთავრდება. ხშირად ადამიანები კითხვას სვამენ, რა საჭირო საერთოდ მარხვა, რას წარმოადგენს, ხომ არ არის ეს აკრძალვითი ფორმები, ჩვენი უფლებების წართმევა, ჩემი ნების წინააღმდეგ სულა. აი სწორედ საკუთარი ნების დაკარგვა არის ეშმაკეულობის გამოხატვა და როდესაც ადამიანი ღმერთს განეშორება, მას ეს მდგომარეობა ეუფლება. მის მარხვის მნიშვნელობა, მარხვის შედეგი რამდენად აქტიურია ჩვენ ცხოვრებაში, თავად განკაცებულმა მაცხოვრმა ამის მაგალითი მოგცა. მას რო შევხედოთ, არა მიზეზი არ ჰქონდა, რომ ემარხულა, მაგრამ თავისი მოღვაწეობის საწყისში სარბილში, ნათლისღების შემდგომ, სწორედ ის განეშორება ქვეყანას, განმარტოებით უდაბნოში ცხოვრობს 40 დღე მარხულობს და თუ კი ის მარხვით ამუშაკებს თავის კაცობრიულ ბუნებას, რაღა ვთქვათ ჩვენ, სადაც ადამიანური მაცხოვრის განკაცებული ადამიანური ბუნება განხრთობილი იყო და ყოვლითუდ ბრძენი იყო, მას არა წვრთნა არ ჭირდებოდა არც თუ გონების, არც თუ რამის და მით უმეტეს გავითვალისწინოთ რომ მაცხოვრის ბუნება ეს არ იყო ათლეტი, სპორტსმენის რაღაც მოსაგრეს ცხოვრება, ეს იყო ჩვეულებრივი სულიერი ადამიანი, ფიზიკურად საკმაოდ სუსტი, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არ იყო გამორჩეული ესეთი რაღაც ასპარეზობისთვის თვალსაჩინო, მაგრამ თვით ასეთი ადამიანი გვაჩვენებს, განხლობილი ადამიანი გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. და აი როდესაც ჩვენ ამას დაუბრუნდეთ ამ საკითხს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ თვით მაცხოვარი მარხულობს, აქ ხდება ნების მოპოვება. სამგზის გამოსაში გავიხსენოთ ხომ, სწორედ ცნობიერი ადგილის წარმართვა ხდება, რომ იქ სიხარბეს, პატივმოყვარეობას, დიდების მოყვარეობას და ღვთისადმი ცნობიერ ადრესად დაუკარგავ მოქმედებას აქ ადგილი. აი აქაც როცა მოციქულები მიდიან დასკვნაში დაუბრუნდებით, რატომ ვერ შეძლეს ამისი დაძლევა, ხაზგასმით მაცხოვარი ამბობს, ლოცვა მარხვა, ანუ შინაგანი მოღვაწეობითი მხარე. და თუ როდესაც დღეს თავისუფალ ნებაზე საუბრობენ ადამიანები, პასუხი არის ასეთი: ღმერთთან ურთიერთობა, საღვთო-ცნებებით აღჭურვილობა, ცალსახად თავისუფალი ნების მბოძებელი და გამომხატველია და დაშორება პირიქით უკიდურესი ფორმის გამომხატველი. ყოფილა ესეთი შემთხვევები თვით უღმერთობის ხანაში, როდესაც ერთ-ერთ ტაძარში, საქართველოში არა, ჯერ კიდევ ერთ-ერთ მონასტერში გრძელდებოდა ეს ადრეული წლები არის 20-იანი წლები, გრძელდებოდა კვეთებულის, ანუ შეპყრობილისგან განთავისუფლების მსახურება, უღმერთონი საყურებლად მიდიოდნენ და ერთ-ერთი უღმერთო უცებ თვითონ იწყებს იგივე მოქმედების გამოხატვას დაეცა გულწასული და მას წაიყვანენ. ზუსტად აი როგორც აქ არის აღწერილი, ხროტინი და დუჟის გადმოსვლა და ასე შემდეგ და მუდელსახურმა სადმე ყავთ ის ზუსტად მასაც ეს ჭირსო. ანუ ქონდა ეს მდგომარეობა, როდესაც მსახურება აღსრულდა, მისგან განსვლის პროცესი დაიწყო. მის ორგანიზმთან გასვლის პროცესი დაიწყო და ამან განაპირობა სწორედ მისი დაცემა. ნუ მაშინ ეს არ გაიყვანეს, მაგრამ ჩვენი სასაუბრო თემა რა არის, რომ თვით სკეპტიკურად განწყობილთათვის ეს
გულის სინამდვილე არის, მოცემულობა არის, ეხლა ეს რადიკალური ფორმა ამ შემთხვევაში გამოხატავს ადამიანის ნებაწართმულობას, მაგრამ ჩვენ თავარი ის ვიცოდეთ, რომ თუნდაც ის დამწყები ახალგაზრდა, ან ახალგაზრდა, რომელიც შორიდან დაინტერესებულია და კითხვას სვამს, მან იცოდეს, რომ ღმერთთან ერთობა და მის მიერ მოწოდებული ეს მოქმედება აუცილებელი არა მისი ნების წამრთმეველია, არამედ პირიქით თავისუფალი ნების მომცემელია. თუნდაც პარალელი გადავიტანოთ, როდესაც ადამიანი რაიმეში იწვრთნება სიმღერაში, სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, ცეკვაში თუ რამ, მას თავისი ცხოვრების განრიგის შეცვლა უწევს, ასე ვთქვათ, დროებითაც მისი ნების საწინააღმდეგო სვლა და უწევს გარკვეული დიეტა განრიგის, რომ მისი ყელი, მისი სხეულის აღნაგობა, მზაობა არ დაირღვეს და მან შეძლოს ამა თუ იმ მოძრაობის თუ ბგერის აღსრულება და მისთვის ეს აუცილებელია და სინამდვილეში მისი წარმატობის და მისი უნარის გამოგვიძებელია რაღაც მომენტში თავიდან წინააღმდეგობა შემკურშველი, ასევეა ქრისტიანობაში. თუ კი რაღაც მომენტში ჩვენი ცვალებადი ნებასურვილის წინააღმდეგ მივყავართ, გამომხატველია მარხვა, სინამდვილეში ის სულიერ თავისუფლების და საკუთარი თავისუფალი ნების პოვნებელია, მოძებელია. ეს აუცილებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველა ადამიანის ცხოვრებაში დრიება ხომ ეს მომენტი, როდესაც აუცილებელი რომ შეიცვალოს რაღაც ცხოვრებისეული სტილი სულიერი ცხოვრების შემთხვევაშიც. თუნდაც მაცხოვრის მაგალითი გავხსენოთ, ჩვენ ბოლო დღეები ნების კვირაში, როდესაც ჩვენ ამას გავიხსენებთ აღვასრულებთ, იქ ხო ესეთი მკვეთრად გამოხატული მაცხოვარი ფაქტიურად არსად არ ჩანს, რომ იკვებება და განსაკუთრებით ლოცვას არის მიცემული, რომ მისი ოფლი ცვარად დაყრილი სისხლის დენას დაუფიქს კავშირდა. ანუ მძაფრი იყო მისი ლოცვა, მისი ის არა და ის უნდა შემზადებულიყო მეტად ფიზიკურად დამტვირთველი და ფსიქოლოგიურად დამტვირთველი პროცესისთვის. ეს საკმაოდ აღწერილიც არის თუ როგორია ადამიანი ამ დროს, როცა იცის სიკვდილმისჯილი ადამიანი რას განიცდის და როგორი ტიპის ჰორმონები, რა ტიპის ნივთიერებები გამოიყოფა, ეს ცნობილი აღწერილია ეხლა ჭორსაგვიყვანს ამაზე საუბარი და აი ამ დროს მაცხოვარი არა თუ თქვათ რაიმეთი ფიზიკურით თავს განიმხნევებს, არამედ სწორედ სულიერი პროცესით ემზადება და მარხვა ცნობიერად ლოცვით არის მისწრაფებული და ამისთვის ზავს თვითონ მოციქულებსაც ამას მოუწოდებს, სამგზის მიდის, სამგზის აფხიზლებს. ანუ თუ კი მაცხოვარი თავის ცხოვრების ბოლო წამამდე, ბოლო წუთამდე ამას ცდილობდა და თუნდაც ლოცვით ამთავრებს ჯვარზე, ხო, ღმერთისადმი მიმართვით, ზუსტად ჩვენ შემთხვევაშიც ეს გვმართებს. ეს თელი ცხოვრების თანამდები გზა არის, მაგრამ ადამიანი, ვინც გამოცდილი ქრისტიანია და ვინც გულდასმით, არა უბრალოდ თქვათ რაციონალურიდან ესეთი ჭამარჭამით, ან გამომხატველი ნიშნებით, ან თქვათ რაღაც გარეგნული თვისებებით არ ახდენს, არამედ ცნობიერად იყენებს იმ მარხვის ნიშნებს, ის ხედავს გზადაგზა როგორ თავისუფლდება. ასე ვთქვათ, ხატოვანი გამონათქვამი არის, რომ მიქელანჯელო არა ყვეთავდა, ქანდაკებდა, არამედ ლოდის ზედნადებისგან ანთავისუფლებდა ქანდაკებას და მართლა ისეთი თვისება ჰქონდა, რომ არა სილუეტურად ნელ-ნელა გამოყვეთავდა და მერე თქვათ აკონკრეტებდა, არამედ იწყებდა ერთი დეტალიდან, თქვათ თითიდან ან ფეხიდან, ასე შემდეგ, თუნდაც დავითი ფეხიდან დაიწყო და ბოლომდე აყვა დაამთავრა, ანუ ზედნადებისგან ანთავისუფლებდა ჩვენშიც საღვთო-ცნებებში წვრთნა ღმერთთან ცნობიერად მიმართვა, რასაც ჩვენ თუნდაც ლოცვას ვეძახით კიდე, ანუ მარხვა და ლოცვა ცხოვრებისეული ზედნადებისგან გამათავისუფლებელი ხდება და არა თქვათ რაიმე ბორკილების მოცემისა. დღევანდელ დღეს რატომ უჭირს მამლევან ადამიანს რომ მიხვეს უფლის ცნებებს და იაროს მისკენ სავალ გზაზე იცხოვროს სწორად, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საშუალება იმისათვის, რომ გავიცნოთ უფალი, ხომ წავიკითხოთ სახარება, ხელმისაწვდომია ყველანაირი ინფორმაცია, ხელმისაწვდომია ის, რომ ლამის ყოველ სახლთან არის ტაძარი აგებული, მრავლად არის მოძღვარი და მოძღვრები და შესაბამისად
თავისუფლად შეგვიძლია რომ მივმართოთ ნებისმიერ ტაძრის მოძღვარს, ნებისმიერ ტაძარში მივიდეთ, თქვათ ნებისმიერ საეკლესიო მაღაზიაში შევიდეთ, შევიძინოთ ესასულიერო ლიტერატურა ხომ და გავეცნოთ, შევიმეცნოთ უფრო მეტი იმ წმინდანების შესახებ, რომლებაც სიცოცხლე შესწირეს ხომ. ჩვენ რატომ გვიჭირს დღევანდელობაში, მაშინ როდესაც არ ვართ ამ ინფორმაციულ ვაკუუმში, ტელევიზიის მეშვეობითაც, რადიოს მეშვეობითაც, ქადაგებით და ასე შემდგომ ვაწვდით ამ ინფორმაციას ხომ? რა შეხედავთ თქვენ პრობლემას? ესე შევხედოთ, აქ არის ისევ პიროვნულობაზე, გადის ეს ყველაფერი პიროვნება, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელსაც ამა თუ იმ მიმართულებით წვრთნა უნდა თუ უნდა ან არ უნდა, თუნდაც მშობლების ძალისხმევა ხოლმე საჭირო როა სკოლაში ვიღაცა წარმატებით მიდის, ვიღაცა არ მიდის, ელემენტარულად ამა თუ იმ უნარებზე სიმღერა იქნება საყვარელი თუ სპორტის სახეობა მას სურს თუ არ სურს, ესე პირადი ნება არის და მშობლებს ძალისხმევა ჭირდებათ. ეხლა ეკლესია ძალისხმეველი ვერ გამოდგება და ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებისეულ დინამიკას ქმნის, რომელთაც იმ ძაბრში როგორმე მოხვდეთ, მაგრამ დანარჩენი ჩვენს ნებაზე არ მოქმედებს. პირადი არჩევანია და ხედვაშია ისევ პრიორიტეტად რამდენად ხედავს, რამდენად სურს. იმიტომ რომ ადამიანის ბუნება მეტად ცვალებადია და თქვათ რასაც დღეს არჩევანად აქცევს ბაირაღად, ხოლმე შეიძლება მის საწინააღმდეგო თვითონ აქტიური მებრძოლი გახდეს და მე ასე ვკვლავ. ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად მოძებნის ეს მის ერთია რომ თქვა საწყის ეტაპზე რამდენად ვასწავლით და ამ დინამიკაში მოვაქცევთ ერთგვარ კალაპოტში და სწორ მიმართულებას შეუძენთ და შეიძლება მან კალაპოტი შეიცვალოს თავის სასარგებლოთან განამშვენოს და უფრო მრავალფეროვანი გახადოს როგორც თქვა ნილოსის დელტა გვაქვს, მაგრამ შეიძლება ადამიანს ერთ ამოვარდეს უმართავი გახდეს და სადღაც უდაბნოში ჩაიკარგოს, რომ გონია რომ რიხით მიდის, ამ დროს ჩვენ ერთ უდაბნოში მოხდეს და უდაბნოში წყალი დანაკარგით მიდის, კვალიც კი არ მოიპოვება, რაოდენ დიდი მდინარეც არ უნდა იყოს. ეს უკვე ამაზეა დამოკიდებული და ამის ერთ-ერთი ყველაზე წამალი ადრეულ პერიოდში ადამიანის ცნობიერების წარმართვა არის, თუნდაც მიჩვევა პასუხისგებლობა მოვალეობისადმი. და ეს მარტო თავისუფალ ნებას ვასწავლით ხოლმე, უფლებებს, უბრალოდ ნებას არ ვასწავლით, უფლებებს ვესაუბრებით დამწყებებს და შემდგომ უცებ გვიან აღმოჩნდებიან, რომ ვინც ამ უფლებებზე ესაუბრებოდა, ისინი შემდგომ მოვალეობათა საკითხებს უყენებენ, ოღონდ თავისადმი მოვალეობებს და არა ზოგადად საზოგადოებისადმი ვალდებულებებს, ან ოჯახისადმი თუ გარშემოყოფთვის. და თავიდანვე თუ კი ჩვენ სწორ კალაპოტში და არა უაზროდ ჩარჩოში, სწორ კალაპოტში ადამიანს მივცემთ და ეს პასუხისგებლობა ექნება, განების განვითარების საფუძველზე თუნდაც მას ეს არ მიეწოდებოდეს, ის თვითონ მივა ამის ძიებამდე და თუ კი ეს თავიდანვე მისი საზრდო არის, ეს გახდება. სხვა შემთხვევაში უკვე ცხოვრების დინამიკა თუ აჩვენებს, ჩვენ არათუ ერთი წარსული თუ თანამედროვე მოღვაწის მაგალითი ავიხსენოთ, რომ ისინი მეძიებლობით სულით წავიდნენ, მაგრამ ეს მასშტაბის წინაშე საკმაოდ მცირე სტატისტიკა არის და ამიტომ სასურველია, რომ თავიდანვე პიროვნების როგორც საკითხებისადმი ხედვაში პასუხისგებლობით და ინტერესით გაიზარდოს და სწორი კორექტივი მიეწოდოს, რომელსაც ახარება გვია. მამა ლევან, ბუნებრივია თავად ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს სახარების ზუსტი არსი და მნიშვნელობა გაიგოს, თუ არ დაეხმარება ბუნებრივია სულიერი მოძღვარი და არ მოусმენს მას. კონკრეტულად მარკოზის მეცხრე თავთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მე-17-31 თავზე მეცხრე მუხლის, რა შეიძლება ვთქვათ, რა არის მისი მთავარი სათქმელი, როგორ შეიძლება რომ ჩასწდეს ადამიანი მის თავარ სათქმელს. ზოგადი ჩვენთვის გადმოვიტანეთ რა კავშირში. ეხლა შემდგომ შევხვდეთ ისევ და აქაც შეიძლება ზოგადი დავინახოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც თაბორისიდან ჩამოდის, იმიტომ რომ როცა წავიკითხავთ, ამ დროს ხდება, მოციქულებს 12-ვეს მათ შორის იუდასაც ჰქონდა, სწორედ განკურნების და ეშმაკეულთა დევნისის და ამ ადამიანის სურვილია, ანუ რწმენა არის, რომ მის შვილს ეშველოს. მართალია მის რწმენა კნინობითია, დაბალია, მაგრამ
ის ჯერ მოციქულებს მიმართავს და შედეგს რომ ნახავს ვერ ნახავს, ამიტომ მაცხოვართან მიდის და მაცხოვარი ამიტომ პასუხობს, ნათესავი ურწმუნო შეწუხებული. რადგან მისი რწმენა აუცილებლად მოციქულთა მსახურებაში ჩართული უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, პასუხი მაცხოვრისა მოციქულებს რომ მიმართავს, გამოხატავს იმას, რომ ნებისმიერი ქრისტიანი თუ უდელსახური მხოლოდ ღვთისგან ბოძებულობა მადლმოსილებით არ უნდა დაჭერდეს, არამედ ის ბოძებულია და შემგებებელი რა უნდა შეახვედრო, ეს უნდა წარმოაჩინო, ამიტომ არის მოღვაწეობითი მხარე და მოღვაწეობით მხარეს ქვია ლოცვისა და მარხვისა, ჩვენ ღვთისმშობელი გავიხსენოთ, რომ ღვთისმშობელი ბრმად გამორჩეული ჭურჭელი არ იყო, არამედ მან განიმზადა თავი მოღვაწეობით სახით და შემდგომ სულიწმინდა განსწმენს და ამას უბოძებს და ისათნოვებს, ასევე ჩვენს შემოქმედად უნდა წარმოაჩინოთ, მაგრამ თვით ადამიანი, რომლის გამოც მიზეზი რა ხდება, ხომ, რატომ მისი შვილი და რატომ არა ყველა, არამედ კონკრეტული ადამიანები ღვთისადმი ურწმუნოებით და ღვთისგან თავისი ნების განშორებით ხდებოდნენ ამის მსხვერპლნი და ამიტომ ეუბნება როდემდე ვითმინო თქვენი. ანუ ეს არა საჯაროდ ამ ხელს, არამედ კონკრეტულად მის წინაშე დგას და მოციქულებსაც ასმენინებს, იმიტომ რომ მათთვისაც საცნაური იყოს და მათაც გაითვალისწინონ ეს შედეგი და გულისხმოს. შემდგომ ისევ ზუსტად ამ საკითხს უყენებს, რომ რწამს თუ არა, ანუ მისი რწმენა ღვთისადმი მინდობა გამოხატულია თუ არა და ის აღიარებს თუ თავის უსუსურებას, რწამს შეეწიეს ჩემს უძლურებას და სწორედ ამის მერე ხდება კურნება. სხვათა გასაგონად ეუბნება, რამდენი ხანი არის ის შეპრობილი, რომ ვიღაცას რაღაცა პერიოდი, რაღაცა მომენტი, რაიმე სხვა ფაქტორი არ გონოდა და არამედ ყოველს წინაშე წარმოაჩინა, რომ ის ბავშვობიდან ასე იყო, საკმაოდ ძიმე მდგომარეობა და რაც ნიშნავს უტყვი და მუნჯი. არაძლევდა ნებას ღვთისდიდების მეტყოლებისა, არაძლევდა ნებას ღვთისმეტყველთა შესმენისა. სწორედ ნება წართმეულობა და დღესაც იგივე შეიძლება დავინახოთ სამწუხაროდ ადამიანებს, რომლებსაც იგივე თუნდაც ახალგაზრდა თაობას თავის ნება-მიშვებულობით აღარაფრის შეგონება გააზრება უნდათ და სახი განსჯა არა ზოგადად ვამბობ, არამედ აქტიურად ხდება ეს პრობლემა შესმენა დეფიციტი აქვს და შემდგომ უკვირთ რატომ დადგებიან ამა თუ იმ დილემის წინაშე. და ამის შემდგომ განკურნავს. რა პროცესი ხდება? ანუ იქ ბრძანება არის ასეთი, რომ ნურღარაში ხვალ, იმიტომ რომ თუ კი ის კვლავ გააგრძელებდა ისეთ უღმერთო ცხოვრებას, მას დაუბრუნდებოდა გვახსოვს ჩვენ შემთხვევა, როდესაც ერთს განკურნავს, წავა და რა ვქნა და цаრიელს პოვებს და სხვა ცხრას თავზე უარეს მოიყვანს და უფრო უარესი დაემართება, ხო? ანუ ბრძანება მისცა ასეთი, რომ აღარ შესულიყო, მასში აღარ ეტანჯა და განსვლისას სწორედ რა ხდება? აქ ორი ფაქტორია, როდესაც უსულოდ დაეცემა. ერთი რომ ის ცდილობს ზიანი მიაყენოს და მოკლას ადამიანი, იმიტომ რომ არ სურდა, მაგრამ საღვთო ბრძანებას ვერ გაექცა. მეორე საკითხი, რომ როგორც ჩვენ ნათლისღების დროს ცოდვით მოგვდებით და ქრისტეში ვიშვებით, აღუდგებით, აი ზუსტად ეს პროცესი მოხდა, წარმოჩინდა, რომ მოგვდა იმ ეშვაკეული მდგომარეობის, ასე ვთქვათ, არ ფიზიკურად არ გარდაცვლა, მაგრამ ცნობიერობა და ამის გამომხატველი იყო და უფალი არის მისი აღმადგინებელი, ხელს უპყრობს და წამოაყენებს. ეს თითოეული წვრილმანი დეტალს თუ კი ადამიანი გულისხმის ყოფით სიღრმით ჩახედავს, უცებ შეიძლება ბევრი რამე საკუთარი სამყაროსი თუ საკუთარი თავის არეალი დაინახოს და აღიქვას. აი მოციქულებს უჩნდებათ არ შეკითხო, რატომ თავად ვერ მოახერხეს ნეულის ანგულმა? აი ზუსტად ეს მოსაგრეობითი, რაც დასაწყისში ვაღნიშნოთ, მოსაგრეობითი მხარე, აი თუნდაც მღვდელსახური ავიღოთ, ხო? კი ბატონო, მღვდელსახური, ნებისმიერ მღვდელსახური ძღვენის გარდაქმნას, ნათლისღებით შობას, მადლით შეწყვილებას, ქორწინებას თუ ნებისმიერ მსახურებას თანაბრად აღასრულებს, მაგრამ ყოველი მღვდელსახური ვალდებულია, რომ ამ მოწოდებას საღვთო მოღვაწეობა შეაგებოს. ასევე ყოველი ქრისტიანი, როდესაც ჩვენ მადლით ქრისტეში ვიშვებით, ხო, ნათლისღებით, მადლის პროცესი აღსრულდება, ზიარებით განვიწმინდებით, ხო,
შეხვედრის პროცესში, თუნდაც ქრისტეს შეხვედრის პროცესი, რომელსაც ზიარება ქვია, ჩვენი მოღვაწეობითი მხარე უნდა შევაგებოთ და ამაზე ამბობს, რომ სრულ ფასონება, სრულ ყოფილება არ შეიქმნება, თუ კი ადამიანმა შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგა. მთავარი რაც არის ამ ყველაფერში არის ადამიანის რწმენა, რამდენად რწმენით ზუსტად არის აი აქაც იმიტომ მოითხოვს შემხვედრა ნაბიჯს მისი მშობლისგან, კი ბატონო, მეოხებითობის ნაწილს წარმოაჩენს მის თხოვნას, მის სურვილს, ამას ითვალისწინებს, მაგრამ მისგან მოითხოვს ზუსტად რწმენა, შემხვედრა ნაბიჯს, მინდობილობას. რატომ არის ეს თავარი? თუ მინდობილობა ადრესატ რწმენა რა გვაქვს, მაშ ვისვე საუბროთ. და თუ ეს რა თქმა უნდა ეს არ გვაქვს, მაშ ვისი მცნებებით გადავიმარხოთ. ამიტომ თავიდანვე ეს გარკვეული რწმენა, მინდობილობა, გააზრება იმისა და შემდგომ მოქმედება, რომ მას მიმართო და შემდგომ მისით იხემძღვანელო იმოღვაწეო. ძალიან დიდი მადლობა მამა ლევან ბრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის და გემშვიდობებით. სიხარულით შეხვედროდით აღდგომას, სიხარულით გაგვევლოს ძალისხმევით ეს მართვის პერიოდი. გაიხარით. წმეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია, მოვისმინოთ ერთად უფლისადებელი ლოცვა და ავღანოთ და შემდგომ უკვე დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ
და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს, მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს, კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავრუნდით ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას. მწერალთა სახლში მეცნიერისა და რუსთველოლოგის ვიქტორ ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ვიქტორ ნოზაძის საზოგადოების მიერ გამოცემული 5 ტომეულის წარდგინებაც. შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი.
ქართველმა მეცნიერმა და რუსთველოლოგმა ვიქტორ ნოზაძემ, რომელმაც მთელი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის ვეფხისტყაოსნის გამოკვლევას შეალია, ქართველერს არაერთი ისტორიული ძეგლი შემოუნახა. მწერალთა სახლში სწორედ ვიქტორ ნოზაძის საზოგადოების მიერ ხელახლა გამოცემული ეპოქალური ხუთტომეულის, ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველების, ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველების, ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველების, ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველებისა და ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველების წარდგინება გაიმართა. საღამო სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა თხზულებების უდიდეს მნიშვნელობასა და მათში განხილულ საკითხებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მრავალასპექტიანი კვლევის შედეგად ხუთტომეულში მკვლევარი ვეფხისტყაოსნის რელიგიურ სარწმუნოებრივ საკითხებსაც განიხილავს. ჩვენ გასულ წელს დავბეჭდეთ მეხუთტომიას გახლავთ მე ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება, თუმცა მანამდე 2000 წელია ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობთ, ვიქტორ ნოზაძის საზოგადოება და 4 ტომი დაბეჭდილი გვაქვს. ამჟამად მუშაობთ მე-6 ტომის გამოცემაზე, ეს არის ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება. თვითონ ღმრთისმეტყველება გასაოცარი წიგნია, გაანალიზებულია კაცობრიობის მემკვიდრეობა რელიგიის სახით, წიგნი ძალიან მოცულობითია, 1000 გვერდზე მეტია. ყველა თემა, რომელზეც ვიქტორ ნოზაძეს აქვს გამოკვლევა ჩხრეკანი, როგორც თვითონ ამბობს დაწერილი, ესე ყველა თემას თან ახლავს ჩამონათვალი იმ ლიტერატურისა, რომელიც კაცობრიობის მემკვიდრეობას გააჩნია. მაგალითად, როცა ფერთამეტყველებაზეა, ფერებსთან დაკავშირებით, როცა მზისმეტყველებაზეა, მზესთან დაკავშირებით, საზოგადოებათმეტყველებაშია, საზოგადოების აგებულებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს ხუთტომეული თვითფასო მეგობრებო არის საუნჯე ქართულ რუსთველოლოგიაში, სადაც ნაჩვენებია რუსთაველის სიბრძნე, რატომ არის ის ბრძენი და რატომ არის ის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უპირველესი პოეტი. მიმაჩნია, რომ ბატონი ვიქტორ ნოზაძე არის ჯერ კიდევ შეუცნობელი. ვიქტორ ნოზაძის შემოქმედებითი ცხოვრება მრავალფეროვანია. ჟურნალისტური მოღვაწეობა მან ემიგრაციაში, პარიზში წამოიწყო. სწორედ იქ მოჰკიდა ხელი დიდფორმატიანი ლიტერატურულ, მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის კავკასიონის გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო მისი გამომცემელი. ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით პარიზში 1966 წელს ჟურნალ კავკასიონის საგანგებო ტომი გამოიცა, რომელიც რუსთაველის დაბადების 800 წლის თავს მიეძღვნა. განუსაზღვრელია წიგნის მნიშვნელობა. იმიტომ რომ მე არ მეგულება ასეთი მოქართული მწერალი, როგორც გახლავთ ბატონი ვიქტორ ნოზაძე. ნეტამც ყველა დიდ ქართველ შემოქმედს, ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, გალაქტიონ ტაბიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, კონსტანტინე გამსახურდიას და უსაზღროდ არ მინდა გაიწელოს ეს, ყველას თავისი ვიქტორ ნოზაძე გამოუჩდეთ. დაგვანახა, ვინ იყო რუსთველი, მთელი თავისი სიდიდით. ვიქტორ ნოზაძე არის იმ დონის მკვლევარი, რუსთველის შემოქმედებას რომ ეკადრება. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში. რუსთაველით პარიზში ხელახლა დაბრუნების პერიოდში დაინტერესდა. ხანგრძლივი სამეცნიერო მუშაობის დროს იყენებდა სხვადასხვა ფსევდონიმს. მის შრომებს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა. წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა. დაწერილი აქვს მრავალი შრომა და ნარკვევი როგორც რუსთაველზე, ისე ისტორიულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თემებზე. ვიქტორ ნოზაძე გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე. გრძელდება ერთსულოვნების დილა, დაგებრუნდით სტუმართან ერთად, შემოგვერთდა ნევროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ქალბატონი ინეზა ბობოხიძე და სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ჰიპერტენზიის შესახებ, რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტულად მისგან მოვისმენთ რჩევებს და თუ რა იწვევს მას და რა სიმპტომებით გამოიხატება. დილამშვიდობის ქალბატონი მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ტელემაყურებელს და მშვიდობიან
დღეს უსურვებ. დიდი მადლობა. ქალბატონო ინესა, რა თქმა უნდა, პირველი კითხვა რაც არის ის თუ რას წარმოადგენს ჰიპერტენზია და როგორი სიმპტომებით ხასიათდება. პირდაპირ დეფინიციით რო დავიწყოთ, ტენზოს არის ზეწოლა. დაჭიმულობა. ჰიპერ ნიშნავს ნორმაზე გადაჭარბებას. ჰიპერტენზია ანუ ნორმაზე მეტად ზეწოლას და დაჭიმულობას ნიშნავს სისძარღვის. ანუ ეს არის ძალა სისხლისა, რომლითაც აწვება სისხლის კედელს და ამ შემთხვევაში გულს, როგორც ტუმბოს სისხლის მომქცევის სისტემაში, უჭირს მუშაობა. შესაბამისად, ყველა ჩვენი ორგანო თავის ფიზიოლოგიურ პარამეტრებს მიწოდებული ჟანგბადით და გლუკოზის ხარჯზე ახორციელებს და თუ გულს უჭირს მუშაობა, ყველა ორგანოს აქვს თავისი სისხლის მიმოქცევის სისტემა, ყველასთან მიდის, ხო? აი ამ ორგანოებთანაც შესაბამისად შეფერხებით ხდება მიწოდება სისხლის მიმოქცევის და შესაბამისად მათი ფუნქციური ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება რაღაცა დისფუნქციები დაიწყოს. დასრული ადამიანიდან 10-დან 5 ჰიპერტენზია აქვს. 5-დან მკურნალობს მხოლოდ 2-3 არ მკურნალობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ დაავადება იწყება ძალიან ესეთი თუ არ მოყვება გვერდით მკვეთრად გამოხატული რაღაცა სხვა სიმპტომატიკა, ძალიან ჩუმად მიდის თავისთვის. თუ არ იზომავთ ტემპერატურა, ესა არტერიულ წნევას და ციფრებს არ უყურებთ, შეიძლება გაგვეპაროს ეს მომენტი, რომ ჰიპერტენზია დაიწყო, მაგრამ თუ მისი ნიშნები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაბრუება, გულისარეშის სიმძიმე, დისკომფორტი, ასთენია მოყვება თან, მაშინ რაღაცა მიგვანიშნებს, რომ რაღაცა მგონი კარგად ვერავარ და პირველ პარამეტრს რას ვაკეთებთ? ტემპერატურას და წნევას ვსვამავთ, ხო, რაც ხელეწიფება თითქმის ყველას. და თუ ეს სიმპტომები არ არის გამოხატული, შეიძლება ციფრები საკმაოდ მაღლა წავიდეს, ისე რომ ადამიანს შეუმჩნეველიც კი დარჩეს, რომ მას ჰიპერტენზიული სინდრომი განუვითარდა. ზოგს რატომღაც მიეჩნია ქალბატონო ინესა, რომ ეს უფრო ასაკოვანი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ჩვენს რეალობაში უნდა აღინიშნოს ის, რომ საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ყველა დაავადება, ყველა ქრონიკული დაავადება უფრო მკვეთრად გამოხატული ხდება ასაკთან მიმართებაში, მაგრამ ჰიპერტენზია და ბევრი სხვა დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა და ბევრი რამ უწყობს ამას ხელს. იცით, ახალგაზრდები არ არიან და არ ცხოვრობენ დამზოგელ რეჟიმში. მათ ძალიან ბევრი რაღაცის კეთება უხდებათ, მათი ცხოვრების რეჟიმი ძალიან დაძაბულია, ძილღვიძილის რიტმი არეული, ძილის ჰიგიენას თითქმის ვერ ახერხებენ დაიცვან. კვებითი რეჟიმი არეულია, იკვებებიან ფასტფუდებით და იკვებებიან არამრავალჯერადად და შეიძლება იყოს ერთჯერადი. სოციალური ფონი დაძაბულია, მათ ბევრ რაღაცასთან გამკლავება უხდება, რაც ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ძალიან აუარესებს და ყველას ერთად შეკრებილი უკვე ორგანიზმისთვის ხდება სტრესი და გამოიხატება რაღაცებში და მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ჰიპერტენზია. აი გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეთ. შეგვიძლია თუ არა მთავარი ასე ვთქვათ, რამდენიმე გამომწვევი მიზეზი დავასახელოთ, რაც იწვევს შემდეგ უკვე ჰიპერტენზიას. სანამ მიზეზზე გადავიდოდე, უნდა გითხრათ, რომ ჰიპერტენზია შეიძლება დაიყოს ორ დიდ ჯგუფად. ეს არის პირველადი ჰიპერტენზია, ანუ ესენციური ჰიპერტენზია, რომლის მიზეზებზეც ვერ ვსაუბრობთ. და არის მეორადი ჰიპერტენზია, როდესაც გამოხატულია რომელიმე სისტემის ან ორგანოს დისფუნქცია და ამის ხარჯზე შემდეგ ვითარდება ჰიპერტენზია. შესაბამისად, გამომწვევი მიზეზით ხვდებით ალბათ, რომ პირველ შემთხვევაში ესენციური ჰიპერტენზიის დროს ესე კონკრეტულ მიზეზზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ თუ მაგალითად დისმეტაბოლიზმია, მაგალითად შაქრიანი დიაბეტია, ფარისებრის დისფუნქცია, ხო? ამ შემთხვევაში აი ამ სისტემის დისფუნქციამ მეორედად გამოიწვია ჰიპერტენზია და მიდგომაც და მკურნალობაც არის სხვადასხვა, რა თქმა უნდა. თუ მეორადია, იმ სისტემის მკურნალობას ვიწყებთ, რომლის დისფუნქციამაც გამოიწვია ჰიპერტენზია. თუ ესენციურია, მივდივართ კვლევებში. პირველი კვლევა ეს არის გულსიზარდთა სისტემის კვლევა, იმიტომ რომ ძალიან უმეტესად გულსიზარდთა სისტემის დაავადებები იწვევენ ჰიპერტენზიას. და შესაბამისად ამ სისტემაში ვეძებთ მიზეზებს და მიზეზების არ აღმოჩენის შემთხვევაშიც კი სიმპტომურად ვიწყებთ მკურნალობას ჰიპერტენზიისას, მარეგულირებლებით, სისხლის გამათხელებლებით, ტრიგლიცერიდების დისფუნქციის აღმოფხვრით და ასე შემდეგ.
და რა თქმა უნდა, როგორც წესი ხოლმე ყოველთვის მიმართავენ ხშირ შემთხვევაში, სანამ ექიმთან მივდნენ, მანამდე თვითნებურ მკურნალობას, რაც არაერთხელ გვითქვა ჩვენ ეთერს მეშვეობითაც, რომ არ შეიძლება რომ ასე მოიქცეს საკუთარ ჯანმრთელობას ადამიანი, იმიტომ რომ ის პრეპარატი, რომელსაც ვთქვათ, ჩემი ოჯახის წევრი ან მეზობელი ან ნათესავი იღებს და მისთვის ეს მარგებელია, ჩემთვის შეიძლება სულად საზიანო იყოს და სწორედ ამიტომ არის საჭირო რიგი კვლევები, ექიმები იმისათვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორად მართონ. თქვენ რა რჩევას მისცემთ ქალბატონო ინესა ისეთ დროს, როდესაც ვთქვათ ამჩნევს ჯანმრთელობის აი გაუარესებას, ვთქვათ თქვენ რაც თქვით წეღან იგივე თავბრუს ხვევა, სიზუსტე და ასე შემდგომ, ხო? რა რჩევას მისცემთ, როგორ უნდა მოიქცეს პირველი საფეხურები რა არის იმისათვის, რომ თვითონ შეიძლება ვერ დაადგინოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მიიტანოს, ასე ვთქვათ, და სწორად მიუდგეს ამ საკითხს. პირველ ყოვლისა თვით შემოქმედება აქ ძალიან დამაზარალებელია ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მიზეზი, ანუ პათოგენეზური მიზეზი არის ძალიან მრავალფეროვანი და თუ იმ მიზეზს არ არის მორგებული, წამალი არ გახლავთ ხილი, არ არის ატამი და ვაშლი, ხო? ყველა წამალს აქვს თავისი გვერდითი, როცა ხანგრძლივ მიღებაშია. ამიტომ, როდესაც წამალი ინიშნება ექიმის მიერ, იცით როგორ არის? რისკები და სარგებელი ფასდება. აუცილებლად სარგებელმა უნდა გადააჭარბოს რისკს, რომელიც ხანგრძლივ მიღებას წამალს მოყვება და ამ შემთხვევაში აქვს აზრი მკურნალობას, მედიკამენტის დანიშვნას. ამის გაკეთება ექიმის გარეშე მე ძალიან მეეჭება, რომ შეძლოს ვინმე ექიმსაც ქალბატონო ინესა, ეს ძალიან საინტერესოა, თუ ვთქვათ ყურადღება არ მიაქცია ადამიანმა ჯანმრთელობის ესეთ მკვეთრ გაუარესებას, ხო ყურადღება რა შეიძლება, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს? პირველი რადგან ეს არის გულსისხთა სისტემის ესენციური გულსისხთა სისტემის დაავადება გახლავთ, პირველი რაც შეიძლება გამოიწვიოს, ეს არის ზუსტად გულსისხთა სისტემის დაავადებები, გულის დაავადება შეიძლება გამოიწვიოს და გულის დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტები, სტენოკარდია, რითმის დარღვევა, არითმები გამოიწვიოს და როგორც კი გულის მუშაობა დაირღვევა ხოლმე, შესაბამისად სხვა ორგანოთა სისტემაშიც მიდის სულებები და პირველ ყოვლისა ძალიან ხშირი გართულებაა ხოლმე თავის ტვინის დისცირკულაციური ფუნქციები, იმიტომ რომ ნერვული ქსოვილი ჩვენს ორგანიზმში გახლავთ ქსოვილი, რომელიც ყველაზე ძნელად ეგუება ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებას, ყველაზე ძნელად იტანს. სულ 5-6 წუთი შეუძლია დაიცადოს და მე შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება ხოლმე და ძალიან ხშირად გულის დაავადებები გამოვლინდება ხოლმე ინსულტებით, ანუ გართულებით გამოვლინდება, იმიტომ რომ ის რაღაც ესე შეფარულად, ჩუმად მიდის და ეს კიდე ისეთ ცვლილება, რომელიც აუცილებლად თვალხილული ხდება ხოლმე და შესაბამისად რისკიც ესე დგას. ამიტომ მე პირველ ყოვლისა როდესაც რაღაცა დისკომფორტი ორგანიზმშია, ვურჩევ ყველას, რომ მონიტორინგი განახორციელონ, გაზომონწნევა, მხოლოდ ყოველ საათში წნევის გაზომვა არ არის საჭირო, იმიტომ რომ იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სხეული, ჩვენი ფიზიოლოგიური პარამეტრები იცვლება. მაგალითად, ეხლა ჩვენ როცა ვხედავთ, ჩვენ კუნთებს ნაკლები ჟანგბადი და ენერგია სჭირდება, ვიდრე თუ ჩვენ სირბილს დავიწყებთ, ხო? შესაბამისად, იმის მიხედვით, რას ვაკეთებ, წნება უნდა აიწიოს და დაიწიოს ცოცხალ ადამიანში. რა დატვირთვას ვანიჭებ ჩემს ხელს ამის და მიხედვით. რაც უფრო მეტად ფიზიკურად დატვირთული ვარ, მით უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს სისხლის მიმოქცევის პარამეტრები, რომ უზრუნველყოს ენერგეტიკული ბალანსი ორგანიზმში. და შესაბამისად, თუ ჩვენ მაგალითად კიბეზე ორჯერ ავივლით, შეიძლება ჩვენი წნევა ძალიან აიწიოს და თუ ჩქარ ავივლით, შეიძლება გაორმაგდეს როგორც სისტოლური, ისე დიასტოლური. ეს კატასტროფა არ არის. ესეთი აწევა ჰიპერტენზია ნახეთ განლევადია, მილევადია, როგორც კი დავისვენებ და დავჯდები, 10-15 წუთში აუცილებლად უნდა ისევ ჩემ ნორმის პარამეტრებს დაუბრუნდეს. მაგრამ თუ არ უბრუნდება პარამეტრებს, მაშინ უკვე მიზეზი უნდა ვეძიოთ. ანუ მონიტორინგი პირველ ყოვლისა, როგორ უნდა მოხდეს მონიტორინგი? აუცილებლად წინ არ უნდა კონდეს რაღაც ესეთი აქტიური ნივთიერებები, ყავა, ჩაი, მიღებული არ უნდა იყოს დაახლოებით 1-25 წუთი არ უნდა კონდეს მიღებული, ახალ საკვებ მიღებულზეც არ უნდა გაიზომოს. 5-10 წუთი მოსვენებულად უნდა ვისხდეთ, აუცილებლად გამართული ზურგით, ფეხები არ უნდა იყოს ერთმანეთზე გადადებული, ესე უნდა გავზომოთ და დღეში ორჯერ რო გავზომოთ. დილას, ოღონდ გაღვიძების თანავე არა, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი სანამ გამოფხიზდება, სხვა პარამეტრებს აჩვენებს,
ნიშნავს და მე კიდე უფრო სხვას. ორჯერ გაზომვა წნევის თუ დისკომფორტი ხშირია, რამდენიმე დღიანი აუცილებლად მიგვანიშნებს, ეს არის ჰიპერტენზია, თუ ეს არის უბრალოდ ფიზიოლოგიურად ადეკვატურად შეცვლილი წნევა ჩემი ორგანიზმისთვის და თუ ხედავთ, რომ ციფრები მყარად დგას, დაახლოებით 10 დღე, 12 დღე რეგულარულად ნახულობ ამ დილით ან საღამოთი, რომ ციფრები არის მაღალი, ეს ნიშნავს უკვე, რომ აუცილებლად რაღაცა მჭირდება, ექიმის ჩარევა. მანამდე სანამ ექიმთან წავალთ და გავიაზრებთ, რომ რაღაც უჭირს ორგანიზმს, აუცილებლად უნდა შევხედოთ ჩვენ დღის რეჟიმს, გავაკონტროლოთ კვების რეჟიმი, როგორ ვიკვებებით, რა საკვებს ვიღებთ, როგორ გძინავს, დღეღამის რიტმის სწორი დაცვა ორგანიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ღამის ციკლში ჩვენი ორგანოების უჯრედების უმეტესობა მოსვენებულ მდგომარეობაშია. არ მიეწოდება ესეთი ენერგეტიკა, რომ ჩვენ მოგვემსახუროს და თუმე ძალიან ვაიძულებ ჩემ ორგანიზმს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მეხუთეჯერ, მეათეჯერ უარს მეტყვის და არ გამომყვება. მეტყვის, რომ არამედ ჩემი დასვენების დროა ეხლაო და არ იმუშავებს ჩემი ნება-სურვილით. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად დამზოგველი დღის რეჟიმი, მართალია ცხოვრება გთხოვს, რომ ზოგჯერ ძალიან ბევრი ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ვიარსებოთ, მაგრამ შეძლების დაგვარად ორგანიზმი, აი როცა თითქოს მეზარება, ადგომა, სხეული მეუბნება, რომ მეტი დასვენება მჭირდება და იქნებ ზოგჯერ დავასვენოთ სხეული. ძილს აქვს ასევე, ხო? ძილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არის ესეთი დღე და ღამის რიტმი და დირიჟორი ამისა გახავთ მზე. ნახეთ 8 საათზე ზაფხულში გაღვიძება არავის არ გვიჭირს. შუა ზამთარში როგორ ხართ? ძალიან გიჭირთ. რატო 8 საათი 8 საათია? იმიტომ რომ იმ შუა ზამთარში ჯერ მზე არ არის ამოსული და ჯერ აქტიურ ფაზაში ჩვენი ორგანიზმი შესული არ არის. შესაბამისად, აი ამ ყველაფრის გათვალისწინება, სითხის მიღება, მლაშე, საკვებისგან თავის შეკავება, გაზიანის ასმელები, აი ამით ჯერ პირველი რაც უნდა ქნას, აუცილებლად კვების და ძილგუძილის რიტმი. აი ჭარბიწონაც არის, ხომ, ერთ-ერთი ზუსტად არასწორმა კვებამ და არასწორმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონა და რა თქმა უნდა არადაბალანსებულმა კვებამ, ხო? ქავტანონიზე ძილი ვახსენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ ორგანიზმმა აღიდგინოს ეს დაკარგული ძალები, რაც დღის განმავლობაში მან გახარჯა. ზოგს მიაჩნია, რომ თქვათ, თუ ღამით ვერ დავიძინე, მომდევნო დღეს თუ აქვს საშუალება იმის, რომ გამოიძინოს, მიაჩნია, რომ ის აღიდგენს ამ ძალებს. აი თქვენ როგორც ნევროლოგმა რომ განმარტოთ რეალურად რატომ არის მნიშვნელოვანი ღამის ძილი და ნამდვილად შესაძლებელი არის თუ არა რომ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ტვინი იყოს შემდგომ გამოკვებილი ამ შუადღის ძილით. იცით რა, შეიძლება ერთხელ ზოგჯერ ჩავანაცვლოთ დღის ძილით, ღამის ძილი, მაგრამ რეგულარულად დღის ძილი ვერაფრით ვერ შეცვლის ღამის ძილს. ზუსტად იმ რიტმების გამო, რომელსაც მზე ვკარნახობს და არა ჩემი სამსახური და ჩემი მოვალეობები. მზე ვკარნახობს. მელატონინის გამოყოფა ყველაზე დიდი რაოდენობით როცა ხდება ჩვენს ორგანიზმში, აი ეს ფაზა უნდა გამოვიყენოთ ძილისთვის, რომელსაც მოყვება, რასაც ჩვენ ვეძახით დასვენებას, ძალის აღდგენას და ასე შემდეგ, რომელსაც დღის განმავლობაში ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ეს მელატონინი დღის განმავლობაში ესე არ გამოიყოფა დიდი რაოდენობით, რომ სრულფასოვანი დასვენება და ძალების აღდგენის საშუალება მისცეს ჩვენს ორგანიზმს. ეს რომ დღის ძილი ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს ღამის ძილს. დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ, რომ შეიძლება არ იყოს ჰიპერტენზია გამოწვეული გულსისხლძარღვთა დაავადებებით, ხომ ჩამოთვალეთ გამოწვევი მიზეზები, მაგრამ საინტერესო არის ასევე ალბათ ის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ხომ ფოთვითი აშლილობა და ასე შემდეგ, რამაც შეიძლება ასევე რომ გამოიწვიოს ეს ჰიპერტენზია. არის ხოლმე შემთხვევები და დარწმუნებული ვარ თქვენც არაერთხელ ყოფილიყართ ამის მომსწრე, როდესაც ადამიანი სახლში ძალიან შფოთავს, ნერვიულობს და საკმარისია დაინახოს ექიმი ან სასწრაფო მოვიდეს, სულაც არ ჭირდება წამალი, უკვე კარგად არის და თავს კარგად გრძნობს. აი ამ დროს რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? იცით ძალიან ბევრი მიზეზთა შორის, რომელიც შეიძლება არ იყოს გულსისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი გახლავთ ზუსტად ემოციური
უმდგრადობა, ლაბილობა, ეს ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. ჩვენ როგორც კონსტიტუციური ტიპებით განსხვავდებით ერთმანეთისგან, ფსიქოტიპებისგანაც ესევე განსხვავებული ვართ ხოლმე. ძალიან ხშირად ეს დაძაბული რიტმი, ყოველდღიური, ამდენი ნეგატივი, რომელიც თვალის გახელისთანავე თავს დაგვატყდება ხოლმე, იწვევს გარკვეულწილად შფოთვით მსგავს მდგომარეობებს ადამიანში და პირველი ყველა შიშის საფუძველი არის სიკვდილის შიში და სიკვდილის შიში მიზეზშედეგობრივად შემდეგ რაღაცნაირად დაავადებასთან მივყავართ ხოლმე, რომ აი დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა დაავადების გარეშეც დგება ეს მომენტი და ამიტომ ოდნავი გადაძაბვა და რაღაცა სხეულის ცუდი შეგრძნება იმ წუთში იწევს, რომ ვაიმე, ცუდათავა რომ რაღაც შეიძლება მომივიდეს და საშველი ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის ხოლმე თეთრი ხალათი და ექიმი. თუმცა პირიქითაც არის ხოლმე ექიმის დანახვაზე, ხო, ბავშვებში განსაკუთრებით, თუმცა არა მარტო ბავშვებში, რომ ექიმის დანახვაზე პირიქით დისკომფორტი აქვთ და განცდა და ფიქრი ეწყებათ იმაზე, რომ ვაიმე რაღაცა მჭირს, ვაიმე რაღაცას აღმომიჩენენ. ესე მოგმართავენ ხოლმე პაციენტები. არ მინდა ექიმთან მოსვლა, იმიტომ რაღაცას აღმომიჩენენ. რაც არ არის ვერ აღმოვაჩენ. ხო, არ უნდა რომ იცოდეს. ადამიანი შფოთავდეს, შეიძლება მშვიდად იყოს, მაგრამ მასაც აღინიშნებოდეს რეალურად ჰიპერტენზია. რჩევები მივცეთ ქალბატონო ინესა ჩვენს მაყურებლებს, იმიტომ რომ უკვე ფაქტობრივად იწურება ჩვენი საუბრის დრო და თქვენგან მოვიჩენე როდესაც შფოთია გამოხატული, ყველა მარტივად ხვდება, რომ აქ ფსიქოლოგიური ფაქტორებია ჩართული, მაგრამ არის ესეთი სიტუაციები, რომ ადამიანი ძალიან მშვიდად არის, არ ნერვიულობს, აგზნებული არ არის, არ გამოიხატება ლაბილობა, მაგრამ გამოიხატება წნევის აწევაში. ყველა პარამეტრი გულსისხლთა სისტემის, სხვა სისტემის ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ მას პერიოდულად აქვს მაღალი წნევა, აქვს ტახიკარდია, ჰაერის უკმარისობა. ძალიან ხშირად ესეთი გამოხატულებები არის ხოლმე, რომელსაც ჩვენ ფსიქოსომატურ გამოხატულებას ვეძახით, ანუ სომაში, სხეულში ცვლილება არ არის და ჩემი ფსიქოლოგია ჩემი ფსიქოტიპი არ მაძლევს საშუალებას ვიყირო, ვიჩხუბო, მაგრამ სამაგიეროდ სხეული თავის ენაზე ამბობს, რომ დისკომფორტი აქვს. წნევა აეწევა, ტახიკარდია დაეწყება, სუნთქვა გაუხშირდება. ეს ესეთი გამოხატულებებიც ნევროზული რეგისტრის გამოხატულებაა და ძალიან ხშირი ესეთი გამოხატულებები არის ხოლმე, რომელსაც მარტივად არ ჭირდება მარეგულირებელი, მარტივად დამამშვიდებელი საშუალებები, დღის რეჟიმის მოწესრიგება ძალიან ადვილად აწესრიგებს ხოლმე ამ პრობლემას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონიძე ბრძანებისთვის, საინტერესო რჩევებისთვის, საუბრისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ ნევროლოგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ქალბატონი ინესა ბობოხიძე. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიტვერძე ვმუშაობთ თქვენთვის. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეებს გისურვებთ. ორშაბათამდე დაგემშვიდობებით. ორშაბათამდე.